მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბების სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. პროკურატურამ სამტრედია გრიგოლეთის მაგისტრალზე ჩატეხილი ხიდის საქმეზე 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართველოს პროკურატურამ სამტრედია გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე 2023 წლის 21 თებერვალს ხიდის ჩანგრევის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ შორის დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში სასჯელის სახით და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროექტის მიმდინარეობის და ხიდის მშენებლობის პერიოდში საზედამხედველო კომპანიის არც ერთი უფლებამოსილი ექსპერტ ინჟინერი საქართველოში არ იმყოფებოდა და მშენებლობაზე საზედამხედველო ფუნქცია რეალურად არ ხორციელდებოდა, რაც ასევე ცნობილი იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქართველოში არ მყოფი საერთაშორისო კომპანიის ექსპერტი მაინც ადასტურებდა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების მიერ ყალბად შედგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებს, რასაც ასევე ხელს აწერდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი. მსგავსად შედგენილი ყალბი აქტების საფუძველზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მეშვეობით ადგილზე არ მყოფ საერთაშორისო ექსპერტს თითქოს და გაწეული მომსახურებისთვის მაინც ჩაერიცხა ანაზღაურება 1,172,529 ლარის ოდენობით. ხოლო პროექტის განმახორციელებელი კომპანია შეუსრულებელი თუ ძალზედ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ხიდის ჩანგრევა, თაღლითურად დაეუფლა 3,899,678 ლარს. შემდგომში აქტენით სამუშაოებისთვის დამატებით დაიხარჯა 12 მილიონ ლარზე მეტი. საერთო ჯამში აღნიშნული სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 16 მილიონ ლარზე მეტი დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. გეგმები ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით, ვინ არის გაერთიანების მომხრე და ვინ წინააღმდეგი და როგორ უყურებს შესაძლო გაერთიანებას ქართული ოცნება. რა გეგმები აქვს ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოწოდებისა თუ ურთიერთბრალდებების პარალელურად? შესაძლებელია თუ არა საზოგადოებამ იხილოს ერთი ოპოზიციური ცენტრი. ნაციონალურ მოძრაობაში ეთანხმებიან მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებს და ყველა განსხვავების მიუხედავად გაერთიანდნენ. თავის მხრივ გაერთიანების წინააღმდეგი არიან გიორგი გახარიას გუნდში. მართლ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიციურ პარტიებს არანაირი შანსია არ აქვთ გაერთიანების. მიხეილ სააკაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ერთიანობის იდეით და წინადადებით შემოვიდა ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს და ბუნებრივია ეს იდეა რომ გაზიარებული ყოფილიყო, დღეს შეიძლება სხვა რეალობა ქონოდა. მიუხედავად განსხვავებულობისა, მიუხედავად შეცდომებისა, რომელიც თვითონ პარტიულ სუბიექტს შეიძლება ქონოდა ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ მზად ვართ და მოვითხოვთ ყველასგან, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას, გადავდოთ ყველა პოლიტიკური განსხვავება, ვიპოვოთ საერთო ძალა იმისათვის, რომ გავერთიანდეთ, მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია და ამ ერთიანობით რუსული რეჟიმის დამარცხება. არავითარი გაერთიანება არ შეიძლება იყოს ადამიანებთან, რომლებსაც იმის თავიც კი არა აქვთ, რომ პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ ნათქვამზე და საკუთარ ქმედებებზე. 4 ოქტომბრის მოვლენებზე ამ ადამიანებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ, რომ რეჟიმს რაღაცნაირად დავაკლოთ რამე და რაღაცნაირად ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას, აი ამ ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი მხოლოდ იმის შემდეგ, რის შემდეგაც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები აიღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას იმისას, რაც განახორციელეს 4 ოქტომბერს. განადგურების პირას ყოფი ოპოზიცია სულ უფრო და უფრო მეტ ქაოსში ეხვევა და ეს ბუნებრივია, თვითონ მათგანმა დაიმსახურა სწორედ ის უხერხული და მძიმე მდგომარეობა, რომელშიც მათ საკუთარი თავები ჩააგდეს, ვინაიდან ეს ემართება ყველას, ვინც არის არა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები, საკუთარი ქვეყნის, არამედ
უცხო ძალების სამსახურში. ეხლა ვინ ვისთან ერთდება, ვინ ვის გამოერთდება და ასე შემდეგ, ამას ისედაც არანაირი ფასი არ აქვს საზოგადოებისთვისაც და კიდევ ერთხელ მხოლოდ იმას აშკარავებს, როგორი სასოწარკვეთილი არის ეს რადიკალთა ჯგუფები. დღეს ერთიანდებიან, ხვალიშლებიან, დღეს შეცდომებს აღიარებენ, ხვალ უარესი შეცდომების დაშვებისკენ არიან მოწადინებულები. როგორც ჩანს, ეს არის აგენტურის სახე, აგენტურის ბედიც და რაც უფრო მალე მოხდება გაწმენდა ასეთი ძალებისგან ქართული პოლიტიკისა, მით უფრო გაჩანსახდება ქართული პოლიტიკა და დემოკრატია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების წინააღმდეგ სასამართლოს საკონსტიტუციო სარჩელით მიმართავს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ბეჟეშვილის განცხადებით სარჩელი შევა რამდენიმე ეტაპად. პირველი გასაჩივრდება წულუკიანის ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის დასკვნა. მეორე ეტაპზე გასაჩივრდება ის კანონები, რომლითაც ქართული ოცნება პარტიებს გრძალავს. მესამე კი შეეხება უშუალოდ ქართულ ოცნებას. ჯერი უკვე პარტიების გაუქმებაზეც მიდგა, ამიტომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს იმედი ქართული ოცნების საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მიტაცებული არის და ბოლო წლებში მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების იურიდიული საზოგადოების თხოვნით და მოთხოვნით ვიწყებთ საკონსტიტუციო სამართალ წარმოებას, იმიტომ რომ ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის ევროსასამართლოში შემდგომი სამართალ წარმოების განხორციელების ეტაპზე. ღიმილით მე დავაპასუხო თუ ქუჩიდან სასამართლოში გადაინაცვლეს, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია და მივესალმებით ამას ამ კუთხით. ქუჩაში სიარულს და დესტრუქციულ ქმედებებს და რევოლუციის მოწყობას ჯობია თუ რამე სამართლებრივი დავა სასამართლოში მივიდეთ. მეორე ჩვენ მიგვაჩნია რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტური საფუძველი კონსტიტუციური და ისინი წაგებისთვის არიან განწირულები, იმიტომ რომ ყველგან მყარი არგუმენტები გაგვაჩნია. ორი თვე გავიდა და იქ შინაარსზე ერთი პროტესტი არ გამოვთქვათ. აი რომელიმე ფაქტი, რომელიც არის მოყვანილი, ამტკიცებულება არ არის, ან სიმართლეს არ შეესაბამება. აქედან ჩანს, რომ სახელი უნდა კომისიის დასკვნას გაუტეხოთ შემოვლითი გზებით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას ხელმძღვანელობით ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით დარგობრივ კომისიებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა და დასკვნების მომზადება დაევალა. ერთ-ერთი განკარგულების პროექტი, რომელსაც შესაბამისი დარგობრივი კომისია განიხილავს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისთვის არასასოფლო სამეურნეო მიწის სარგებლის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემა იქნება. კომისიები ასევე იმსჯელებენ მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის ნომერ 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლ ნაცარქექიას პრემიერა ანშლაგით გაიმართა. სპექტაკლი ნაცარქექია, რომლის რეჟისორი ოზურგეთის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი ვასო ჩიგოგიძე წარმოადგენს ქართულ ფოლკლორზე აგებულ შემეცნებით შემოქმედებით ნამუშევარს. გამჭრიახობა, იუმორი და სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე. ესაა ამ ზღაპრის და წარმოდგენის ქარგა, რომელიც კარგი მუსიკით, ქორეოგრაფიით, მხატვრობით, კოსტუმებით და რაც მთავარია მსახიობთა შესრულებით მაყურებლის ოვაცია დაიმსახურა. სპექტაკლის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის გააზრება და მისი თანამედროვე თეატრალური ფორმით გადმოცემა გახდათ. სპექტაკლის ინსცენირების ავტორი ლალი თაბაგარია, სცენოგრაფი ლომგულ მურუსიძე, კოსტუმების მხატვარი ქეთი ციციშვილი, კომპოზიტორი კოტე მალანია, დამდგმელი ქორეოგრაფი კი გია მარხანია გახლავთ. სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის მსახიობებთან ერთად თეატრთან არსებული სტუდიის მოსწავლეები და ქორეოგრაფიული ანსამბლი ფესვები მონაწილეობენ. ნაცარქექია სრულად მაინც არ გადავწყვიტეთ ნაცარქექიას მიხედვით ნახუცრიშვილის ეს გენიალური ნაწარმოებია. ჩვენ ბუკვაედურად არ გავყევით ნაცარქექიას, შევიტანეთ თემები და ლალი თაბაგართან ერთად ჩვენ ვიფიქრეთ ვერსიაზე, რომელი ვერსიაც, აი თეატრი, რომელსაც უნდა ზღაპრის დადგმა და
მსახიობები, შეკრებილები არიან და რეჟისორთან ერთად ფიქრობენ რა ზღაპარი დავდგათ, არის სხვადასხვა ვარიანტების შემოთავაზება და შეჩერდებიან ნაცარქექიას. და მსახიობები იქვე მაყურებლის წინაშე გაითამაშებენ ნაცარქექიას მოტივებზე მიხედვით სპექტაკლს. აი ეს იყო ჩვენი ამოცანა, რომ ეს ამ ფორმით გვეთამაშა, იქვე გადასცმა, იქვე ჩაცმა, იქვე შესვლა სახეებში და ბავშვებს ამ გენიალური ზღაპრის შარმი გაეგოთ. ბევრი რამ ჩასწორებულია იქ, ნაცარქექია არ არის ბიძა, არამედ არის მამა და ასე შემდეგ და სხვადასხვა ზღაპრებიდანაც შეტანილია უმნიშვნელო შტრიხები. მაგრამ ჩვენთვის ეს მაინც არის ნაცარქექია და ნაცარქექიას თემა. ბოროძე სიკეთის გამარჯვების ნაცარქექია საერთოდ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ზღაპარია ქართულ ხალხურ ზღაპრებში. თვითონ ნაცარქექიას ფენომენი ეს არის, როდესაც ძალადობასა და ოხეშ ძალას ყოველთვის ხერხი ჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებს, ასე არ არის ყოველთვის შუბლით შეასკდე რაღაცა და ამიტომ თვითონ ნაცარქექიას ფენომენი ძალიან საინტერესო ფენომენი. ეს ხშირად იდგმება ქართულ თეატრში, მეც ხშირად მომიწია შეხვედრა და ამ შემთხვევაში შევეცადეთ, რომ დროის შესაბამისად გავგეკეთებიათ, უფრო არ არის ეს სულ გათანამედროვებული, მაგრამ მაინც შედარებით თანამედროვე ინტერპრეტაციას ვცდილობდით, რომ ნებისმიერ თეატრში, როდესაც აი ესეთი მნიშვნელოვანი ამბავი ხდება, ანუ მნიშვნელოვანი იმ მხრივ, რომ ბავშვებისთვის იდგმება სპექტაკლი, ეს არის ძალიან პოზიტიური ფაქტი, მით უმეტეს, როდესაც არის დრამატული თეატრი, არ არის თითქოს ამ მიმართულების, მაგრამ მოდის ყველამ კარგად იცით ახალი წელი, მოდის ოცნებების, ასრულების დღეები და აი ამ პერიოდში, როდესაც ბავშვებს ჩვენ თავაზობთ ქართულ მასალაზე დაფუძნებულ ყველასათვის საყვარელი გმირის ნაცარქექიას თავგადასავლის ახალ ვერსიას, თავისთავად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ულოცავ ამ თეატრს, ამ წარმატებულ სპექტაკლს, ძალიან ფერად სპექტაკლს, ძალიან ხალისიან სპექტაკლს და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პროფესიონალ მსახიობებთან ერთად არიან სტუდიელები, არიან აქვე ადგილობრივი ანსამბლის წევრები, ეს ყველაფერი ამთლიანებს თითქოს აი მთელი ქალაქია ჩართული იმ პროცესში, რომ პატარები გაახარონ და ეს არის კიდევ ორმაგად მნიშვნელოვანი. ასოციაცია გურიას დამფუძნებელს რომან ლომაძეს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. ხელმძღვანელი საიუბილეო თარიღი სარეაბილიტაციო ცენტრში თბილად აღინიშნა. ასოციაცია გურიას დამფუძნებელი და ხელმძღვანელი რომან ლომაძე 80 წლის გახდა. კაცმა, რომელმაც სტიგმა შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაამსხვრია. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში შექმნა ცენტრი, რომელიც ნავსაყუდელი გახდა ოზურგეთში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. გარემო და ადგილი, სადაც ჯანსაღი, მეგობრული ატმოსფეროა და დიდსა თუ პატარას უხარია მისვლა. 92 წელს ჩამოვაყალიბეთ ასოციაცია გურია. ძალიან კარგი მეგობრები ყავდა და ის რომ შეიძლება ითქვას ორგანიზაცია წარმატებულია, ბევრი ადამიანმა თავიანთი პირა შინაწყობას თავი დააღწიეს, გვერდითაო მითქენ და ჩემთან ერთად იბრძოლო, რომ გაგვეკეთებინა კარგი ორგანიზაცია. და პირველი რითიც დავიწყეთ, ეს იყო ურეკი, რო და ჩვენი სარეაბილიტაციო ცენტრი, მეორე იყო ოფისი, ადგილი, სადაც ჩვენ შევიკრიბებოდით და თბილისში უთხრას ვეთყოდით ერთად. და მესამე იყო ქოლოდა დასაქმება, რომ თითოეული ადამიანი ყოფილიყო დასაქმებული. პირველი ორი ფაქტურად თითქმის შესრულებულია და ეხლავთ მესამე ეტაპზე, რომ იყოს ეს ადამიანები, რომლებიც ჩვენთან მოდიან არიან დღის ცენტრებში, სამომავლოდ იყვნენ დასაქმებულები. თავარი არის ჩვენი აქტიურობით თვითონული კანონი იყოს სიცოცხლის უნარიანი. და თუ ყველა კანონი
გახდება ასეთი აქტიურები, როგორც ჩვენ თვითონ ვიქნებით, ასე ჩვენი ცხოვრება და ჩვენი საზოგადოება და გარემო, რომელსაც ჩვენ ვიყოფებით, ადაპტირებული და ჩვენზე ორგებული იქნება. რომაძის საიუბილეო თარიღი ასოციაცია გურიაში თბილად მოგრძალებით აღინიშნა. ოზურგეთის კულტურის ცენტრში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული ანსამბლ ეხეულის და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდის ერთობლივი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. კიდევ ერთი თბილი და მუსიკალურად მრავალფეროვანი პროგრამა წარმოადგინეს კავკასიის უნივერსიტეტის გუნდმა და ანსამბლმა რეხეულმა. ფოლკლორი, ქალაქური, საესტრადო და საგუნდო ჟანრი ანსამბლებმა თავიანთი რეპერტუარი გვაჩვენეს და ერთობლივი ნამღერითაც დაგვატყბეს. გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცავებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 20-მდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის, გურიის ქვემო და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა 13 პირი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ტარების ბრალდებით დააკავეს, რომელთა ნაწილი წარსულში ნასამართლევია. პოლიციელებმა დაკავებულების პირადი საცხოვრებელი, სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, შაშხანა და საბრძოლო მასალები ნივთკიცებად ამოიღეს. დანაშაულის 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლის პირველი, მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. ეს გახდა ჩემხალთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ზანდებოდეთ.